აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში, არც პოზიციაში, ასე რომ ჩემგან ჟურნალისტებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა შიდა პოლიტიკის ყველაზე მწვავე საკითხებზე საუბარს სწორედ იმ მოტივით არიდა თავი, რომ ის აღარ არის პოლიტიკური პერსონა. საქართველოს ისტორიაში ბოლო არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკა სასამართლო, მართლ გუნდში დაპირისპირება და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მისი საქმე არ არის. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ ხელფასზე უარს ამბობს და მისი ინიციატივით ეს თანხა სპეციალურ ფონდში გადაირიცხება. თავად ზურაბიშვილი კი საფრანგეთიდან მიღებული პენსიით იცხოვრებს. მეგატივი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ქუთაისელი მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას. ჩვენ მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა დიდ ნაწილს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისთვის არ უყურებია, ხოლო მათ ვინც უყურა ასე გვპასუხობს. მე მგონი მაგარი მარტო სახელი და გვარი და მეტი არაფერი ხალხისთვის. საცილებლად ძალიან კარგად ილაპარაკა, ძალიან დიდი შტაბ-ეჭილები დავჭი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ ხალის. ხალი პრეზიდენტია, პირველი პრეზიდენტი გვყავს საქართველოში და მესმა გამომარჯოს. ძალიან კარგად ილაპარაკა ყველაფერი და ესა მეგა ტელევიზია, ხო მეგი? თქვენ ტელევიზიას არ ვარ, ზოგიერთ ტელევიზია რო სულ დეზინფორმაცია რო აქვს, იმას მოუწოდებთ, მოავწელებთ დეზინფორმაციას. უშესტომოდ ლაპარაკობს პირველი შესხალი ქართულად, ძალიან დახვეწილ ქართულს ლაპარაკობს და ყველაფერს კარგს ლაპარაკობს. გამომარჯოს მეც ვერაფერს ვერ. დიდი მადლობა კარბადოს სალომეს რო გახდა ჩვენი პრეზიდენტი და იქნება გვეშველოს. რომობესვინა გეტყოდით, არ მომისმენია და მე არ მიმაჩნია სწორად თუ ადამიანი მუშაობს და ასრულებს უსმოლეობას კარგად, იმან მისი ხელფასი უნდა იყოს, მიიღოს. ასკი არ ღებულებო. რატო არ იღოს? მაჩუქოს იმას გაჭირებულს ეიღოს და თუ მასზე არის მომდომებული. მე არ მომდოს, მაგალა აბსოლუტურად ვერ ხარ. რატო არ მომდოს? არა, არჩეული ხალხის მიანა მე. თუ არ უნდა ხელფასი და ჩოდაგვირიგებს ხალხს მაგას რა ხოჭობია. რა ვიცი. პოლიტიკურად მანდამაინც არა ვარ გათვითცნობიერებული და ღმერთმა ყველაფერი კარგი იქნას. ეკლესიის საქმეებში ისედაც რატომ უნდა ჩაერიოს პოლიტიკური პერსონა. ეს ერთი და მეორე, მას ალბათ თავისი განსაზღვრული უფლებები აქვს და ამ უფლებების მიხედვით თქვა, რისი გაკეთების სურვილი აქვს ან არა აქვს. მე არჩევნებზე არ დავდივარ და არ წავალ. რა დაიშალა, საბჭოთა კავშირი მე არ ყოფილვარ. ჩვენთვის არა ვინმე და რატომ უნდა ვარჩიოთ? ვინ ვარჩიოთ? მაგრამ ბრძოლობენ თავის გამებისთვის, ადგილებისთვის. ჩვენ გვყავს არა პრეზიდენტი, არამედ ივანიშვილის მიერ დანიშნული საფრანგეთის პენსიონერი, რომელიც თავისი ფუნქციების შესრულებას არ აპირებს. ასე აფასებს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიგა შუშანია სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას. საბოლოოდ ადამიანმა რომელმაც ილაპარაკა დაახლოებით 1 საათი და აზრი ვერავინ ვერ გამოიტანა, რა მესიჯები ქონდა, ეს არის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად და აღმოჩნდა, რომ მან გუშინ გითხრა, მთელ საქართველოს უთხრა, რომ არ აპირებს ამ ფუნქციის შესრულებასაც კი, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, მას არ აღელვებს რა ხდება სასამართლოში, ის რომ სასამართლო ფლიანად ბიძინა ივანიშვილს ყავს მონოპოლიზირებული და ეს ადამიანები, რომლებიც დისკრედიტირებული არიან, დღეს ცდილობენ უვადოდ დანიშნონ უზენაეს სასამართლოში და მოკლან საერთოდ სასამართლო. არ აინტერესებს რა ხდება პროკურატურაში, რომ ის არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. არ აინტერესებს, რომ ადამიანებს უჭირს და ცხოვრება ყოველდღურად ზვირდება და ადამიანებს ელემენტარული საჭმლის აღიდელი ფული არ გააჩნიათ. არ აინტერესებს და აღმოჩნდა, რომ მის ინტერესი ყოფილა მხოლოდ კლარნეტის ყიდვა და ის რომ მიიღოს საფრანგეთის მთავრობისაგან პენსია და ეგ კითხვა ძალიან საინტერესოა. ადამიანი, რომელმაც კანონით უარი უნდა თქვას საფრანგეთის მოქალაქეობაზე, როგორ იღებს ფრანგულ პენსიას და აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს არა პრეზიდენტი, არამედ ბიძინა ივანიშვილმა დაგვინიშნა საფრანგეთის პენსიონერი ადამიანი, პენსიონერთა კლუბის წევრი და ეს არის ზუსტად ის რა როგორ უყურებს ქართული ოცნება და ივანიშვილი ზოგადად ქვეყნის მართვას. თავარია თვითონ შიგნით რაღაც ქურდული კრიმინალური გარჩევებით მის ძალაუფლებას რამე არ დაეთყოს, ხოლო ქვეყნის ინტერესები, ხალხის ინტერესები საერთოდ არავის არ აღელვებს და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილის პირველი საპრეზიდენტო ინიციატივა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების თემას შეეხო. პრეზიდენტი მზად არის, რომ ცილისწამების შესახებ კანონზე მუშაობა დაიწყოს. ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე კი მას ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს. პრეზიდენტმა ასევე არ იცის, რომელ ქვეყანას ეწევა პირველი ვიზიტით, თუმცა უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ავღანეთში ჩავიდეს და ქართულ ჯარისკაცებს შეხვდეს.